Mr. President, is there no deal? შეთანხმება ვერ შედგა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის დაძაბული საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა. პრეზიდენტებმა შეხვედრა პოზიტიური განცხადებებით დაიწყეს, თუმცა რუსეთის შეკავებაზე და ტერიტორიულ კომპრომისებზე საუბრისას ვითარება ოვალურ კაბინეტში დაიძაბა. დისკუსიაში ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსიც, რომელმაც სტომარს უმადური უწოდა. დათანხმდის შეთანხმებას ან პროცესიდან გავდივართ. ასე ჟღერდა თეთრი სახლის პოზიცია. კიევი ამით უკმა ყოფილოდ არჩა, რადგან უსაფრთხოების სათანადო გარანტიები ვაშინგტონისგან ვერ მოისმინა. შენი ხალხი ძალიან მამაცია, შეგიძლიათ ამითი ამაყოთ, მაგრამ ან შეთანხმება შედგება, ან ჩვენ გავდივართ პროცესიდან. თუ ასე მოხდა, დამარცხდებით. პუტინის მიმართ არსებობს დიდი სიძულვილი და მე ეს მირთულებს შეთანხმებას, მაგრამ კომპრომისები უნდა დაუშვათ. ამის გარეშე გარიგება არ ხდება. We had a president who stood up at press conferences and talked tough about Vladimir Putin. 4 წელი ყავდა პრეზიდენტი, რომელიც მკაცრად საუბრობდა ვლადიმერ პუტინზე, რომელიც მალევე შეიჭრა უკრაინაში. იქნებ მშვიდობისა და კეთილდღეობის წინ გზა დიპლომატიაშია. იქნებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებზე მეტად მისი ქმედებებია მნიშვნელოვანი. შეიძლება რაღაც კითხოთ. პუტინმა ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი მიიტაცა. ეს 2014 წელს მოხდა. ბევრი წლის განმავლობაში არსებობდნენ პრეზიდენტები: ობამა, ტრამპი, ბაიდენი, ისევ ტრამპი. 2014 წლამდე ის არავის გაუჩერებია. ის ხალხს კლავდა და არავინ აჩერებდა. 2014 წლიდან 2022 წლამდე სიტუაცია არ შეცვლილა. მასთან ბევრი საუბარი ჰქონდა. მე პირადად მოვაწერე მასთან ხელი შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე. პრეზიდენტ მაკრონისა და კანცლერი მერკელის თანდასწრებით. ყველა ამბობდა, რომ ეს მას შეაჩერებდა. თუმცა რუსეთმა შეთანხმება დაარღვია და ჩვენს მიწაზე მობრუნდა. რა დიპლომატიაზე საუბრობთ, ჯეიდი? რას გულისხმობ? What kind of diplomacy, JD, you are speaking about? What do you mean? I'm talking about the kind of diplomacy. მე ვსაუბრობ დიპლომატიაზე, რომელიც თქვენი ქვეყნის განადგურებას შეაჩერებს. დიდი პატივისცემით, ბატონო პრეზიდენტო, უპატივცემულობაა ოვალურ კაბინეტში მოსვლა და მედიასთან ამაზე საუბარი. თქვენ გვაქვთ პრობლემები ფრონტის ხაზზე და პრეზიდენტ ტრამპს უნდა უმადლოდეთ ყველაფერს. During the war, everybody has problems. Even you, but you have nice. ომის დროს ყველას აქვს პრობლემა, თქვენც კი. თუმცა თქვენ გაქვთ ულამაზესი ოკეანე, მაგრამ ამას მომავალში იგრძნობთ. God bless, you will not have a war. Don't tell us what we're going to feel. ნუ გვეტყვი რას ვიგრძნობთ. ჩვენ ვცდილობთ გადავჭრათ პრობლემა. შენ არ ხარ იმ პოზიციაში, რომ გვიკარნა ხო ის, თუ რას ვიგრძნობთ. ჩვენ ძალიან ძლიერები ვიქნებით. ახლა ხელში არ გაქვს საამისო ბერკეტები. Now you don't Very you play serious, cards. Mr. President. You're I'm playing very cards. serious. You're gambling. მე ძალიან სერიოზულად ვსაუბრობ. You think You're gambling with World War III. What do you think? მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები, რასაც აკეთებთ ამ ქვეყნის მიმართ უპატივცემულობაა. Disrespectful to the country. This country should have. Have you said thank you once? ერთხელ მადლობა მაინც გითქვამს? Even today, You said thank even you. today. ძალიან ბევრჯერ რაზე საუბრობთ? Campaign for the out. No, you've done a lot of talking. Your შენ country ბევრი ისაუბრე, შენ გაქვს შანსი დაანთავრო ომი. You're not ჩვენი winning. აღჭურვილობა რომ არა ომი სამკვირაში We დასრულდებოდა. are Coming out staying, okay because of Mr. us. President. In 3 Okay. days, I heard it from თუ Putin. სამ In დღეში 3 ეს days. პუტინისგანაც მსმენია, აქ რისთვის დამიძახეთ? იქნებ მალაპარაკოთ. It's going to be a very hard thing to do business like this. You see, I think it's good for the American people to see what's going on. კარგია რომ ამერიკელი ხალხი ამას ხედავს, უნდა იყო მადლიერი. You have to be thankful. You don't have the cards. Thankful. მე ამერიკელ ხალხისთვის არაერთხელ მithkoms მადლობა. You're running low. ხოთ პრეზიდენტო, ჩვენ გსურს ომის დამთავრება, მაგრამ გარანტიებით. გკითხეთ ჩვენს ხალხს ცეცხლის შეწყვეტაზე და მოусმინეთ მათ. That wasn't doesn't with matter me. for you what- That what wasn't this with me. means. თეთრ სახლში დღეს ორ პრეზიდენტს მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმებისთვის უნდა მოეწერათ ხელი. მას უკრაინის იშვიათ წიაღისეულებზე ამერიკის წვდომის სანაცვლოდ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უნდა უზრუნველეყო. ვაშინგტონისა და კიევის ინფორმაციით ამ საკითხზე შეთანხმება შემდგარი იყო, თუმცა ოვალურ კაბინეტში დაპირისპირების შემდეგ ღიად დარჩა არა მხოლოდ მინერალების შესახებ შეთანხმება, არამედ ისიც, თუ როგორ გაგრძელდება ტრამპის მიერ ინიცირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად. I have been to. Come once. I've actually watched it. მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა, დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში მალევე გააკეთა განცხადება, სადაც დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ისევ ელოდება, როდესაც ის მშვიდობისთვის იქნება მზად. საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
მადლობა ამერიკა. მადლობა შენი მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის, მადლობა დონალდ ტრამპს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს. უკრაინას სჭირდება მხოლოდ ხანგრძლივი მშვიდობა და სწორედ ამაზე ვმუშაობთ. წერს უკრაინის პრეზიდენტი.